თავი 47. მივიდა იოსები და ამცნო ფარაონს და უთხრა: მამა ჩემი და ჩემი ძმები თავიანთი ცხვარძროხითა და მთელი საბადებლით ურთ ჩამოვიდნენ ქანაანის ქვეყნიდან და აჰა უკვე გოშენის მხარეში არიან. ძმების მხრიდან 5 კაცი წამოიყვანა და წარუდგინა ფარაონს. უთხრა ფარაონმა მის ძმებს: რა საქმეს მისდევთ? უთხრეს ფარაონს: მეცხვარები გახლავართ შენი მორჩილნი, როგორც ჩვენი მამა-პაპები იყვნენ. უთხრეს ფარაონს: მდგმურად მოვედით ამ ქვეყანაში, რადგან აღარ ქონდა საძოვარი ცხვრისათვის თქვენს მორჩილთ. მძიმე გახდა შიმშილი ქანაანის ქვეყნად. დაგვასახლე შენი მორჩილნი გოშენის მხარეში. უთხრა ფარაონმა იოსებს: მამა და ძმები მოგივიდნენ, შენს წინაშია ეგვიპტის ქვეყანა. საუკეთესო მიწაზე დაასახლე მამა შენი და შენი ძმები. დაესახლონ გოშენის მხარეში. თუ გამოძებნი მათ შორის მარჯვე კაცებს, დაუდგინეს სარქლებად ჩემს საქონელს. მოიყვანა იოსებმა თავისი მამა იაკობი და წარუდგინა ფარაონს. დალოცა იაკობმა ფარაონი. უთხრა ფარაონმა იაკობს: რამდენი წლისა ხარ? უთხრა იაკობმა ფარაონს: 130 წელს ითვლის ჩემი მდგმურობის ხანი. ცირია, მაგრამ ტანჯვით არის სავსე ჩემი ცხოვრების წლები. ჯერ ვერ მივაწიე ჩემი წინაპრების ხანს, მდგმურობაში რომ გაუტარებიათ. დალოცა იაკობმა ფარაონი და გავიდა ფარაონისგან. დაასახლა იოსებმა მამა და ძმები და მისცა მათ სამფლობელოდ საუკეთესო მიწა ეგვიპტის ქვეყანაში, რამსესის მხარეში, როგორც ფარაონს ჰქონდა ნაბრძანები. ამარაგებდა იოსები მამას და ძმებს, მთელს მამის სახლს პურით ბავშვების სულადობის კვალობაზე. პური არ იყო მთელს ქვეყანაში, რადგან დამძიმდა შიმშილობა მეტისმეტად. მოუძლურდა ეგვიპტის ქვეყანა და ქანაანი შიმშილისგან. მთელი ვერცხლი, რაც კი ეგვიპტეში და ქანაანში იპოვებოდა, იოსებმა მოიხვეჭა გაყიდული პურის ფასად და შესძინა ფარაონის სახლს. გამოილია ვერცხლი ეგვიპტეში და ქანაანში და მოვიდა მთელი ეგვიპტე იოსებთან და უთხრა: მოგვეცი პური. ვერცხლი რომ გამოგველია, ამისათვის ხომ არ უნდა დავიხოცოთ შენს თვალწინ. უთხრა იოსებმა: მოასხით საქონელი და მოგცემთ საქონლის ფასად, ვერცხლი თუ გამოგელიათ. მიხავდათ იოსებთან საქონელი და აძლევდა მათ იოსები პურს ცხენების, ცხვრის ფარის, ნახირის და სახედრების საფასურში. ამარაგებდა მათ იმ წელიწადს პურით მთელი მათი საქონლის საფასურად. მიიწურა ის წელიც და მივიდნენ მასთან მეორე წელს და უთხრეს: არ დავუმალავთ ჩვენს ბატონს, რომ გამოგველია ვერცხლისა და საქონლის ჯოგიც ჩვენი ბატონისთვის მისაცემად. არაფერი შეგვრჩა ჩვენი ბატონის წინაშე, გარდა ჩვენი თავისა და ჩვენი მიწისა. რისთვის უნდა დავიხოცოთ შენს თვალწინ და განადგურდეს ჩვენი ყანები? გვიყიდე ბარემ ყანებიანად პურის საფასურში და მონებად გავუხდებით ფარაონს, ჩვენსა და ჩვენი ყანებიც. მოგვეცი მარცვალი, რომ ცოცხლები დავრჩეთ და არა მოვწყდეთ და მიწაც არ გაუკაცრიელდეს. შეუსყიდა იოსებმა ეგვიპტის მთელი მიწა ფარაონს, რადგან გაყიდეს ეგვიპტელებმა თავიანთი ყანები გაუსაძლესი შიმშილის გამო. ასე დაეუფლა მიწას ფარაონი. გადაყავდა ხალხი ქალაქებში ეგვიპტის ერთი კუთხიდან მეორე კუთხეში. მხოლოდ ქურუმთა მიწა არ უყიდია, რადგან ფარაონისგან ჰქონდათ ნაკვეთები და თავს ირჩენდნენ ამ ნაკვეთებით ფარაონმა რომ მისცა. ამიტომაც არ გაუყიდიათ თავიანთი მიწა. უთხრა იოსებმა ხალხს: აჰა ნაყიდი მყავხართ ახლა ფარაონისთვის თქვენსა და თქვენი მიწებიც. აჰა თესლი და დათესეთ პური. მოსავლის აღებისას მეხუთედი ფარაონს მიეცით, ხოლო 4 წილი ყანის დასათესად და საკვებად დაიტოვეთ თქვენთვის, თქვენ სახლში მყოფთათვის და თქვენი წულშვილისთვის. უთხრეს: შენ შეგვინარჩუნე სიცოცხლე, გვეპოვოს მადლი ჩვენი ბატონის თვალში და მონებად გავუხდებით ფარაონს. ასეთი წესია დღემდე დადგენილი იოსებისგან ეგვიპტის მიწაზე. მეხუთედი ფარაონისაა. მხოლოდ ქურუმთა მიწები არ ეკუთვნის ფარაონს. დაესახლა ისრაელი ეგვიპტის ქვეყნად, გოშენის მხარეში. ეჭირათ იგი, მოშენდნენ და დიდად გამრავდნენ. იცხოვრა იაკობმა ეგვიპტის ქვეყანაში 17 წელი, ხოლო ხანი მისი სიცოცხლისა იყო 147 წელი. დაუდგა სიკვდილის ჟამი იაკობს და უხმო თავის ძეს იოსებს და უთხრა: თუ მადლი მიპოვნია შენს თვალში, საზარდულქვეშა მომიდევი ხელი. მიყავი ეს სიკეთე და მიერთგულე. ნუ დამმარხავ ეგვიპტეში, რომ ჩემს წინაპრებთან დავწვე. წამიღე ეგვიპტიდან და
დამმარხე მათ სამარხში. უთხრა იოსებმა, შენი სიტყვისამებრ მოვიქცევი. უთხრა იაკობმა, შემომფიცე, მანაც შეფიცა და სასთუმალზე მიდო თავი ისრაელმა.